გამარჯობა ძვირფას საზოგადოება დღეს ჩვენ მამა კონსტანტინესთან ერთად ერთობლივად გადავწყვიტეთ გადაცემის გაკეთება დიდი ხანია ესე ერთად არ წავდგავართ თქვენს წინაშე ძალიან საინტერესო მოვლენები და სამწუხარო მოვლენებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ამის შესახებ იდეოლოგიური კუთხით იდეოლოგიის რწმენაზე ზემოქმედების კუთხით ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამის შესახებ ვწერთ ამის შესახებ ბევრს საუბრობ და მინდა ვთქვა რომ ჯერ კიდევ მამა კონსტანტინესთან ერთად ვსაუბრობდით ამის შესახებ აი გაზეთი ხარება რომ დავიწყეთ 25 წლის წინ უკვე მაშინ ვსაუბრობდით და ვწერდით გლობალიზაციის შესახებ ლიბერალიზმის შესახებ რადგანაც მსოფლიო მამები უკვე წერდნენ მის შესახებ ნეგატიურ კომენტარს აკეთებდნენ, ნეგატიურ შეფასებას აკეთებდნენ, პლუს ანტიეკლესიურ შეფასებას აკეთებდნენ და ჩვენ ეს სულისკვეთება ბუნებრივია გაზიარებული გვაქვს ეს სულისკვეთება შევიცანით და იმის შემდეგ ამაზე ვსაუბრობთ. რადგანაც მამებზე დაყრდნობით ვთვლით რომ სწორედ იდეოლოგია არის ის ერთ-ერთი განპირობებელი, რამაც დღევანდელ სიტუაციამდე და ამ გამოვლინებამდე მიგვიყვანა ჩვენი საზოგადოება, ახალგაზრდები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კომუნისტური რეჟიმის დაანგრევის შემდეგ აქტიურად შემოდის ლიბერალური იდეოლოგია, რომელმაც ესეთი დომინირებული ადგილი დაიკავა ჩვენ საზოგადოებაში და მზაკვრობა ამ იდეის შესახებაც საუბრობენ მამები და მათ შორის ბევრი წმინდა მამა არის ის რომ ლიბერალიზმმა შემოგთავაზა ახალი იდეა, თავისუფლების ახალი იდეა, სადაც ის ებრძვის და ანგრევს ძველ წესრიგს ღვთის ტერმინოლოგიის გამოყენებით, რელიგიური ტერმინოლოგიის გამოყენებით, ნაწილობრივი რელიგიური სწავლების გამოყენებით. მაგრამ თვითონ იდეა ამ ლიბერალიზმის არის რევოლუციური, როგორც მამა სერაფიმ როუზი გვეუბნება და ეს ამ რევოლუციურ იდეაზე ამათმა ააგეს მთელი ეს თავისი იდეოლოგია. რევოლუცია რას ნიშნავდა? ისინი მიზნად ისახავდნენ შექმნან ახალი ადამიანი, რომელიც იქნებოდა ძირგამოცვლილი ადამიანი, რომელიც იქნებოდა ეკლესიური თვალსაზრისით თავისუფალი იდეების მატარებელი, რომელიც შესაბამისად ამ თავისუფალი იდეების ფარგლებში უკვე დაგმობდა დოგმატურ სწავლებას, დაგმობდა ეკლესიურ სწავლებას, ამ სულისკვეთებას, რასაც ინარჩუნებდა ამ საუკუნეების განმავლობაში ეკლესია და ამ სულისკვეთებით შემოვიდა ეს ლიბერალიზმი, ანუ რევოლუციური სულია. ის მიზნად ისახავს ახალი ადამიანის მეშვეობით, ახალი სამყაროს შექმნა, ხო? და ამ მიმართულებით ის ანვითარებს. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაშიც იგივე მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში. ეს ახალი იდეა შემოდის ლიბერალიზმის სახით, უღმრთო იდეა ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ის პირდაპირ ებრძვის ეკლესიურ სწავლებას, მისი განმარტება თავისუფლებისა არ შეესატყვისება ეკლესიურ განმარტებას თავისუფლების, მისი განმარტება რწმენისა არ შეესაბამება რწმენის განმარტებას ეკლესიური თვალთახედვით. და როდესაც ჩვენ ვამბობთ და ეს ადამიანები ტრადიციული შეხედულებების, მართლმადიდებლობის ტრადიციული შეხედულებების ადამიანები, რომ ეს არის მზაკვრული ძალა, რომელიც გვებრძვის ჩვენ, სწორედ ამას გულისხმობთ ამდენი ხანი, რადგანაც ლიბერალიზმი ის აუცილებლად გამოავლენდა თავის თავს, უღმრთო ყოველთვის ავლენს საკუთარ თავს და ეს გამოვლინებები ამ უღმრთოებაში ჩვენ დავინახეთ დღეს. აი როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანი დღეს, რომელიც ამბობს რომ იცით რა მე ღმერთი მწამს, მაგრამ მოდის და ეკლესიას ებრძვის, ეკლესიას ანგრევს, იძახის რომ ეკლესია უნდა დავხუროთ, უნდა გავანადგუროთ. როგორ შეიძლება, ანუ პარადოქსია, ხედავთ, ანუ ადამიანი ამბობს რომ მწამს, სინამდვილეში არ წამს. სწორედ ამას ვიძახით, რომ იდეოლოგია ლიბერალიზმის სახით ეს არის რწმენა ურწმუნოებისა, ასე რომ ვთქვათ, და ამ ურწმუნოებაში ესენი ფაქტობრივად განმრავლდნენ და მიდი ახლა დღეს დაელაპარაკე ადამიანს, ახლა მე ისიც უნდა ვთქვა, მამა, რომ ამას ხელი შეეწყო, სამწუხაროდ ხელი შეწყობა მოხდა, რადგანაც ამას თავისი სახელი არ დაერქვა თავის დროზე და ჩვენ ვიცით, რომ მრავალი წმინდა მამა ნეგატიურად მოიხსენებდა და პირდაპირ გმობდა ლიბერალიზმს, ბოლო დროის მამებზე საუბარი მე-20 საუკუნეში, ჩვენ ვიცით წმინდა
ივანე შერხაელი ლიბერალებს ებრძოდა, ასევე წმინდა პაისი მთაწმინდელი, ასევე წმინდა ნიკოლოზ სერბი ველამიროვიჩი. უამრავი მამა და რასაკვირველია, შემდეგ უკვე ამის შესახებ დეტალურად განხილვას ახორციელებს და ანალიზს ახორციელებს დელმონაზონის სერაფიმ როუზი, ასევე მისი თანამედროვე მოძღვარი მღვდელმთავარი ამბერკი ტაუშევი, ასევე ლიბერალიზმის შესახებ ჩვენ ვიცით თეოფანი პოლტაველისგან კრიტიკული წერილი და უამრავი მამები ასევე საბერძნეთის ეკლესიაში, იგივე რუსულ ეკლესიაში ჩვენთანაც და მე გამოვარჩევდი მაგალითად ჩვენს ეკლესიაში განსაკუთრებულად სიღრმისეულად განხილულია ლიბერალიზმის დამღუპველობა სწორედ ეკლესიური კუთხით მამა რაფაელ კარელინის მიერ, რომელმაც ფაქტობრივად სრული დეტალური და სიღრმისეული შეფასება შემოგთავაზა და რომელიც ასევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მადლობა მამაოს ამისთვის ნამდვილად. ამ მდგომარეობაში ვართ მამაო დღეს და როგორც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ იდეოლოგიას, მათ შორის ლიბერალიზმი იქნება თუ კომუნიზმი იქნება თუ ფაშიზმი, პირველ რიგში ვაკეთებთ ეკლესიურ სარწმუნოებრივ შეფასებას, რამდენად დამაზიანებელია ის ჩვენთვის და რას დავამატებთ, რა ვთქვათ. ხო, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ ვინც გვიცნობს, ჩვენ იცის ყველამ, რომ ჩვენი შეფასებები არ არის პოლიტიკური, ჩვენ მიჯნებით პოლიტიკურ ზოგადად პარტიულ მიდგომებს და აქედან გამომდინარე ჩვენი ინტერესი მხოლოდ ორთოდოქსულია, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება ქვია, იმის იქეთ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი და აქედან გამომდინარე ჩვენი სათქმელიც მიმართულია სწორედ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვლის თავს ეკლესიურად, შეიძლება არ არის ღმად ეკლესიური, შეიძლება პოზიციურად გამოხატავდეს თქვათ თავის შეხედულებას ან ერთი პარტიის, ან მეორე პარტიის მიხედვით, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენთვის ამოსავალი სწორედ აი ამ ადამიანებზე, ვინც იმყოფება, ასე ვთქვათ, პოზიციურად, ესეთი საშუალო პოზიციაში, ანუ არ არიან აქტიური რევოლუციონერები, რომლებსაც უკვე ძნელად თუ ვინ რამეს გააგებინებ, არამედ აი ესეთი ობიექტური შეფასებები გააჩნიათ, რეალისტური შეფასებები გააჩნიათ, მათთვის არის ეს ჩვენი სიტყვაც, იმიტომ რომ ეს ადამიანები გარკვეულ გაუგებრობაში იმყოფებიან, იმიტომ რომ არსი აი ამ ლიბერალიზმისა კარგად სათანადოდ არ არის ახსნილი. იმიტომ რომ რასაც გვთავაზობენ ჩვენ თანამედროვე მასმედიის საშუალებებით თუ გნებავთ უმაღლეს სასწავლებლებში, როცა მიდის ესეთი პროპაგანდა, რამაც შეცვალა ჩვენი ახალგაზრდობის ცნობიერება, როგორც წესი ეს არის ყალბი პროპაგანდა, ყალბი თავისუფლების იდეა, რომელიც დაიბადა არა ეხლა 21 საუკუნეში, არამედ გაცილებით უფრო ადრე, მე-17-18 საუკუნეს სითვლის ესა და ამბავი და ისეთი იდეოლოგები, როგორც იყო ჟან-ჟაკ რუსო და სხვა, იქიდან იწყება ეს ამბები და იდეოლოგიური საფუძვლები ამ ლიბერალის სწორედ იმან გაუმაგრა. ამიტომ მე ნება მომეცით, რომ რაღაცნაირად აი ეს ეპოქალური კავშირი ამ რევოლუციებისა დავაკავშირო ერთმანეთთან და ცხადი გავხადოთ ის საითკენაც მიდის რეალურად ეს ყველაფერი. ეს ეპოქები იგულისხმება პირველი მე-18 საუკუნის რევოლუცია, მეორე რუსეთში განხორციელებული რევოლუცია მე-20 საუკუნის დასაწყისში და 21 საუკუნეში ეს ფერადი რევოლუციების კასკადი, რომელიც სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ქვეყნებში ვლინდება და ერთ-ერთი გამოვლენებასთან გვაქვს ჩვენ ახლა ერთხელ უკვე ჩაგვიტარდა და ახლა კიდე მეორეჯერ სურთ რომ ჩაგვიტარონ ოღონდ უკვე სხვა
სხვა მოტივაციით, თითქოს სხვა იდეებთან გვაქვს საქმე, სინამდვილეში არსებითად არა თუ ეს 10-15 წლის წინანდელი რევოლუცია არის იდენტური იმისა, რაც დღეს ხდება. არამედ ეს 3 საუკუნოვანი თუ 4 საუკუნოვანი რევოლუციური ინტერვალი, რომელიც ფაქტიურად დაფიქსირდა ბოლოს 3-4 საუკუნის მანძილზე, აბსოლუტურად იდენტური გახლავდა, უფრო მეტი სულისკვეთებით არის ერთი და იგივე. მე ახლა დაგანახებთ ამას მარტივ მაგალითზე. როცა დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია, ხო? იქ მთავარი დარტყმა განხორციელდა მონარქიაზე და ანუ ძველ წესრიგზე. და ეს ძველ წესრიგზე დარტყმამ განაპირობა ის, რომ გამოიწვია ის, რომ მოაკვდინეს უამრავი ადამიანი, რომლებიც წარმოადგენდა მონარქიას. ეხლა რა კავშირშია ის თანამედროვეობასთან? ვიღაცა იტყვის, რომ აი 18 საუკუნეში იყო ეს ამბავი და დღეს რა კავშირი. ეხლა შეგახსენებთ ოლიმპიადაზე დღეს რაც წელს ჩატარდა საფრანგეთში ოლიმპიადა და უცნაური პარალელებია მე-18 საუკუნის რევოლუციასთან. რატომღაც ოლიმპიადა, სად ოლიმპიადა და სად რევოლუცია, ხო? მაგრამ ნახეთ რა იყო ყველა ფანჯარაში გამოსახული ბოლო დედოფალი საფრანგეთისა, რომელიც იყო თავმოკვეთილი და ეს სისხლის ეს ეფექტებით იყო წარმოჩენილი ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ ახლა ვინცაც აქვს ხურნისმენად ისმინეთ რომ იტყვიან ახლა სად 21 საუკუნის ოლიმპიადა და სად 18 საუკუნის რევოლუცია, რომელმაც მეფე დაამხო, მაგრამ აქ პირდაპირი კავშირია, სულიერი კავშირია. ეს ხალხი არიან სულიერი მემკვიდრეები იმისი, რაც მე-18 საუკუნეში განხორციელდა. აი ეს არის. ან ავიღოთ მეორე მაგალითი, ასევე მკაფიოა. აი სიმბოლოს როცა ეძებდნენ საფრანგეთის რევოლუციისთვის, დიდხანს ეძებეს, თუმცა და აღმოაჩინეს რა, რომ ყველაზე კარგი სიმბოლოდ მიიჩნიეს ფრიგიის ქუდი. ეს არის წაწვეტებული ქუდები, რომ აი შეიძლება საფრანგეთის რევოლუციიდან არავის ახსოვს ეს, მაგრამ კარგად გვახსოვს ეს ჩვენ უკვე რუსეთის რევოლუცია, ბოლშევიკური რევოლუციიდან, სადაც ეს წაწვეტებული ქუდები ზუსტად ანალოგია იმისა, რაც ჰქონდათ საფრანგეთის რევოლუციის რევოლუციონერებს. ანუ ლიბერალიზმი სადაც ჩაისახა იმ სახით, რომ არა უთხრა მონარქისტულ წყობას პირველ რიგში, იქვე უთხრა მან არა ზოგადად ძველ წესრიგს, სადაც მოიაზრება პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეკლესიაც. ევროპაში ეს ეკლესიური საკითხი მართალია კათოლიციზმი იყო, თუმცა იმაზეც მოხდა დიდი დარტყმები და მოდერნიზაცია თვითონ კათოლიკური საწინააღმდეგოებისა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მტკივნეული, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა, რომელიც დარტყმაც განხორციელდა უკვე, რა თქმა უნდა, ბოლშევიკური რევოლუციის დროს. აქაც იგივე სცენარები აბსოლუტურად, რაც საფრანგეთის რევოლუციაში იყო. პირდაპირ იდენტურია, გადმოღებული არის, ახლა ამისი მეცნიერული კვლევაც არსებობს და დადასტურებულია ეს ყველაფერი კვლევის დონეზე. და რა ხდებოდა? დარტყმა მოხდა არა მხოლოდ მონარქიაზე, თუ იქ დედოფალი და მთლიანად მეფის ოჯახი იქნა მოკლული, იგივე მოხდა აბსოლუტურად რევოლუციის დროს, ბოლშევიკების დროს, მეფის რუსეთში მეფე და მისი ოჯახი იყო ამოწყვეტილი მთლიანად და დარტყმა განხორციელდა ეკლესიაზე. ანუ რეპრესიაში მოყვა ყველა ის სასულიერო პირი თუ ის დიდგვაროვანი თუ ის წარმომადგენელი ეკლესიისა, ვინც ეწინააღმდეგებოდა აი ამ ყალბი თავისუფლების იდეას, რომელიც კარგად და ცხადად იყო მათთვის გასაგები და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბოლშევიკური რევოლუცია რუსების ჩატარებულია და ლენინი და ტროცკი რუსი იყო, ძალიან ეშლება ეს ამბავი და სხვა რევოლუციონერები, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ანუ შინაგანად არსის სულისკვეთებისა, როგორც გითხარით, არის აბსოლუტურად იდენტური. ასე რომ ეს ჯაჭვი შემდეგ გადმოდის უკვე არა ბოლშევიზმიდან, როგორც ზოგს გონია, რომ აი ეს თქვენ ბოლშევიკები ხართ, ერთი მხარეს ეუბნება, მეორე მხარეს. სინამდვილეში ყველაფერი მოდის სწორედ, რომ
საფრანგეთის რევოლუციიდან, ანუ იდეოლოგები სწორედ იქ იყვნენ ამისი ყალბი ლიბერალიზმისა და შემდეგ უკვე ამ ყალბ ლიბერალიზმზე კარგად წარმოჭრილი, ესე იგი ეს საკითხები გადაიზარდა სხვადასხვა რევოლუციებში. მოხდა სექსუალური რევოლუცია, ხო, გვახსოვს ჩვენ ეს 60-იანი წლებია, მე-20 საუკუნის 60-იანი წლები, სადაც მთლიანად ევროპაში განხორციელდა სექსუალური რევოლუცია. რას ნიშნავდა ეს? დაშვება მოხდა, ჯერ განადგურდა ქალწულების ინსტიტუტი, შემდეგ დაშვება მოხდა აბორტების მერე დაუშვეს ქორწინებები გეი წყვილებთან და ამის ნელ-ნელა პროპაგანდა იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ ფაქტიურად რელიგიად ჩამოყალიბდა ეს სუბკულტურა, რომელმაც შექმნა ის ეპოქა, ხო, მთლიანად. ეს არის რევოლუციური ეპოქა, ხალხო. ნახეთ, რას გავდნენ ეს ხალხი, რა სახით დაკარგულები იყვნენ და აი ამ ყალბი თავისუფლების იდეა აქ ჩართული იყო, როგორც რელიგიური ფაქტორი, ისე ზოგადად კულტურის სხვადასხვა სფეროები და მთლიანად მოიცვა ამ რევოლუციურმა სულმა, ანუ ადამიანის ცნობიერება. აქ არის მთელი არსი ამის ყველაფრისა და შინაარსი ამის ყველაფრისა აუცილებლად უნდა ვეძებოთ იქ, სადაც არის სიძულვილი ჭეშმარიტებისადმი, ანუ ეკლესიისადმი. ეს შინაგანი სიძულვილის ექო გამოძახილი არის დღევანდელი დრო, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ რა მოწონთ თანამედროვე ახალგაზრდობას ევროპაში. მოდი დავსვათ ესეთი საკითხი. და აღმოვაჩინთ, რომ არა იმდენად განათლება, არა იმდენად კომპეტენცია და რაც არის, თქვათ, სასწაული ევროპისაგან, ხო, იმისათვის, რომ თქვათ, წავიდეს ქვეყანა წინ, განვითარდეს. არა, ესეთი რაღაცა არა. სუფთა მატერიალური თვალსაზრისით სეირნობა, დროს დარება, ნარკოტიკები, იქ ყველაფერი თავისუფლად არის ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს ეძახიან ისინი განვითარებას. და რასაც პროფესიონალიზმია, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ამასთან არანაირი პრეტენზია და პირიქით, რასაც მეც ვისწავლით, უკეთესია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ დღევანდელმა ევროპამ ეს გვაჩვენა ჩვენ, რომ სტანდარტი ევროპულობისა არის სოდომის მიღება, მაგალითად, ერთი კანონი, აგერ ძალიან კაფიოდ ჩანს ეს ყველაფერი. სულ არავის არ აინტერესებს შენი განაჩენი რაღაცეების მოთხოვნების შესრულება, ამდენად სრულყოფილი გახდება ჩვენი, ესე იგი, აი პოლიტიკური ველი, ამდენად გახდება ევროპული ამ თვალსაზრისით. ეს სულ არავის არ აინტერესებს. ყველას აინტერესებს ერთი რამ, რომ დაინგრეს ეს ძველი წესრიგი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სოდომია არ იყოს ნორმა, ეს არის პირველი მოთხოვნა და მეორე, რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან ფაქიზად არის შემოთავაზებული, მაგრამ უკვე ამ ვითარებამ გამოაჩინა, რომ მეორე დარტყმა, რა თქმა უნდა, ეს ეკლესიაზე უნდა განხორციელდეს, უпростоრად პირველია, მაგრამ იმდენად შეფუთულად უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, რომ რევოლუციის შემდეგ უნდა მომხდარიყო თვითონ რევოლუციური რეფორმების ცვლილება თვითონ ეკლესიის წიაღში. ეს არის გეგმა და ვიცით, ვინც არიან ამ გეგმის უკან ეს პიროვნებებიც, მაგრამ აქ უკვე აი ეს გამოძახილი, აი ამ შინაგანი გამოძახილი ამ რევოლუციისა, რომელიც აგერ იქ დაიწყო სადღაც ვიღაცას როგონია, რომ რაშვაშია ეს სინამდვილეში თავშია ძმაო და დანო ეს ყველაფერი და აი ამის ანალიზისკენ მოგიწოდებთ ყველას, რომ ეს კავშირი დაინახოთ ამ რევოლუციებს შორის. არ დაინახოთ მაშინ, რომ აი ის სადღაც იქ იყო საფრანგეთში, ის სადღაც რუსეთში იყო და ეს არის საქართველოში და უკრაინაში. ერთი და იგივე სქემა არის, ერთი და იგივე სქემა ანგრევს ქვეყნებს. ანგრევს მართლმადიდებელ ეკლესიებს. დააკვირდით, ეს მოხდა რუსეთში, ეს მოხდა უკრაინაში და ეხლა მცდელობა არის ამისი შეტევისა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე და აქვე არ შემიძლია ვთქვა აი ეს საშინელი ფაქტი, რომელიც მოხდა დღეს, ხო? როცა მამა
შალვა კეკელიას პატივცემული სასულიერო პირი, რომელიც არის ერთ-ერთი თქვათ სახე სასულიერო პირებისა დღეს თანამედროვე საქართველოში, უეცრად ხდება მისი ტაძარი, სამღვდელოება, უეცრად ხდება აი ამ დარტყმის ობიექტი, რასაც ქვია რომ აი თქვენ ეკლესიის ბრალია ეს ყველაფერი და მიდის შეტევა, შტურმი, რასაც ქვია ეკლესიაზე, რომ ჩვენ თურმე და რა თქმა უნდა მამაშალვას სახით აქ ყველა იგულისხმება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ვინც კრიტიკულად შეაფასა ეს მოვლენები ყველა გახდა ამ დარტყმის ობიექტი, ამიტომ მამაშალვა უფრო მკაფიო რადგანაც ესეთი გამოჩენილი სასულიერო პირია, აქედან გამომდინარე თემაც უფრო მწვავედ გამოჩნდა. რა თქმა უნდა ჩვენ მთელი სოლიდარობით და მხარდაჭერით ვართ მის მიმართ და არა მარტო მის მიმართ, არამედ მთლიანად ეკლესიის მიმართ, იმიტომ რომ დღეს უკვე დუმილი აი ამ საკითხებთან დაკავშირებით გონია უკვე დანაშაულია და არა უფრო თუ მხოლოდ დანაშაული, არამედ შეიძლება სავალალო შედეგებიც მოიტანოს ეს ეკლესიისთვის და სამშობლოსთვის. ბუნებრივია, ახლა ჩვენ ერთი საკითხი უნდა წამოვწიოთ მამო. აი ჩვენ ვახსენეთ, რომ გააქტიურდა ლიბერალიზმი, მიიღო სხვა სტატია, სხვათა შორის ამის შესახებ თავის ანალიზში კარგად აკეთებს მამა სერაფიმე როუზი, რომ ეს როგორც ნიჰილისტური თეორიის გაგრძელება, ლიბერალიზმი შემდეგ ანარქიულ სახეს მიიღებს, ძალადობის სახეს მიიღებს და სწორედ ეს ხდება. ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს ახლა, რადგანაც მიიღო ამან ეს ძალადობითი სახე და შეუტია ეკლესიას, აქ უკვე სხვა საკითხი ისმის, ეს არის აღსარებლობის საკითხი. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ლიბერალიზმი ფაქტობრივად შექმნა, ასე ვთქვათ, პარალელური სარწმუნოება, იმიტომ რომ ლიბერალებს რომ მოусმინო და მეამბოხე სულისკვეთების ადამიანებს, ისინი ესე არ ამბობენ, რომ ყველა ეკლესიის, ისინი თავიანთ ლიბერალ სასულიერო პირებს მიიჩნევენ ჭეშმარიტებად, ასე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტ ეკლესიის წევრად და ჭეშმარიტ ეკლესიას პირიქით მიიჩნევენ. შესაბამისად, ერთგვარი ის გააჩნიეს პარალელური, ასე ვთქვათ, ეკლესია თავისი მოდერნისტული იარაღების საშუალებებით, რაც კი გააჩნიათ. ამრიგად ისმის საკითხი, რადგანაც ასეთი თემა არის, როდესაც გიტევს ეკლესიას და შენ უნდა გამოიჩინოს სიმტკიც ერთმანეთში და ჩვენც დავინახეთ რა ამ საზოგადოების პირველი შეტევა არა მარტო ღვთლებზე შემდეგი ეტაპია, რომ პირველი ახალგაზრდებზე იყო, სკოლებზე იყო ეს ბულინგის თემები და სტუდენტებზე, სკოლის მოსწავლეებზე, პირდაპირ ჩვენ კიდეც დავწერეთ ამის შესახებ და არა მარტო სამსახურებში ბულინგი, შეურაცხყოფა, ზოგიერთ პოლიტიკოსს გამოდის და პირდაპირ ეუბნება, რომ შვილებს ეუბნება, რომ მამები შეარწმუნეთ მშობლებიო სახშიო, ანუ რევოლუცია პირდაპირ სახშიც უნდათ გაკიცხეთო ეს ადამიანები და ყველაფერს ანგრევენ, რაც კი დასანგრევია სულიერი ჩვენს ირგვლივ ის რაზეც დგას მთელი ქვეყანა, მთელი სახელმწიფო ჩვენი რწმენა. ამიტომ აქ ბუნებრივია იდგმება ისმის საკითხი აღსარებლობის შესახებ და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რწმენის საკითხში, როდესაც უკვე აქ ლაპარაკი არის რწმენის ერთგულებაზე, რადგანაც ისინი გიცვლიან შენს სარწმუნოებას, გეუბნებიან, სიყალბეზე გეუბნებიან, რომ ეს მართალია, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ. ჩვენ ახალგაზრდებსაც მოუწევთ საკუთარ თავსაც და რწმენაში ის რაც ჩვენ ეკლესიამ გვასწავლა, ის რაც ჩვენ გადმოგვეცა მემკვიდრეობით, ის რასაც იცავს მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ის უნდა იყოს დაცული. ეს სულისკვეთება უნდა იყოს დაცული ჩვენი მხრით. როგორ უნდა იყოს დაცული ჩვენი სიმტკიცით. ისინი გვიტევენ, მაგრამ ჩვენ მტკიცად განვართ. ჩვენ დავინახეთ ახლა ჩვენი შვილები არავინ არ გასულა იქ რაღაც მეამბოხეები ხა ჩვენი 19 შვილიდან არც ერთი არ არის მაგალითად, მაგრამ ბევრი შვილები დავინახეთ, რომ იქ არიან. ისინი ჩვენი შვილები, ჩვენს გვტკივა, ჩვენი ახლობლები არიან, ჩვენი მეგობრები არიან, ბევრი ვინც გავიდა. ზოგიერთი გულწრფელად გზააბნეულია ამ შემთხვევაში, მაგრამ ისინი ვინც არ არიან გზააბნეული, ასე რომ ვთქვათ, ვინც მტკიცედ იცის, რასაც აკეთებს და შეგნებულად გებრძვის, ის პირდაპირ ეკლესიის მტერია. ჩვენ უნდა ვთქვათ, აქ იქ ზოგ შემთხვევაში კი ვამბობთ, იქ არა ობიექტურია, სუბიექტურია, რაღაც ეთიკეტის ვიხენებ და ტერმინოლოგიას. უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს არის სიცრუე. როდესაც ლიბერალი ამ თავის თეოლოგიას ავრცელებს ამ ეკლესიური კუთხით და პირდაპირ სიცრუე და სიცრუე უნდა იყოს მხილებული. სიცრუე არის ბოროტება და ამას უნდა ერქვა თავისი სახელი.
ესე უნდა იყოს მკაფიოდ ეს განსაზღვრული. და აქ არა აუცილებელი რაღაცა ჩხუბი, არავისთან რა ქვია, ზიზღი და არავითარ შემთხვევაში. არ ეთანხმებით, ახალგაზრდებს მიმართავთ, ახლა შეგიძლია არ დაეთანხმო ადამიანს, მე მაგალითად გადავსახავ ჯვარს, მე მაგიშველოს გავაგზავნეთ გზა, ჩვენ რწმენას ვერ შეგვიყევენ, ჩვენ პოზიციებზე ვდგავართ, არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. რა ხდება იცით, როდესაც არის ფაქტი, რა ხდება, ანუ რელიგიური კუთხით უკვე შეფასება უკვე დადებულია, იქ არ არის საჭირო მტკიცებულება, ეს არ არის საჭირო, არ არის საჭირო ზედმეტი ბრძოლა, არაფერი ამის საჭიროება დღეს არ არის. ეს ისედაც ნათელია. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ რაღაცა ჩვენი სიტყვებით ვიღაცას რაღაცას გამოვასწორებთ, ან ვინმე რამეს შეცვლის. არა, ჩვენ იმიტომ ვამბობთ რაღაცას, რომ უბრალოდ ვაფიქსირებთ პოზიციას ღვთის წინაშე და ყველაფერი ღვთისკენ გვაქვს მინდობილი, ღმერთსვენდობით და ღვთის იმედით ცხოვრობთ. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენ არავის არ განვიხილავთ მტრად, საერთოდ მართლმადიდებლები ესე არ უდგებით. თუმცა არიან ადამიანები, რომელიც შენკენ მტრობენ, არიან ადამიანები, მაგრამ ეს, როგორც ერთმა მამამ თქვა, აუცილებელი პირობაა. მაცხოვარი ამბობს, უკეთო მე მდევნეს, თქვენც აგდევნიდეთ, ხო, უკეთო მე შევურაცხოს, თქვენ შევურაცხობთ. თუ ადამიანი მართლმადიდებლობას იცავს, ის ავტომატურად ამ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. უბრალოდ ჩვენ ამ ლიბერალურ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობდით, ეს თითქოს და სიმშვიდე რადგანაც იყო ქვეყანაში, რადგანაც ეს შფოთი იმდენად არ იყო, ამ საკითხებზე ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ კი ვამბობდით ჩვენი მხრიდან იმ გამოცდილებით რაც გქონდა და იმ ცოდნით მამებზე დაყრდნობით, რომ ეს გამოავლენს თავის თავს, რადგანაც ეს ურწმუნოება, ნუ დავარქმევთ ურწმუნოებას რწმენას, ნუ დავარქმევთ დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში. და რა მივიღებთ? დიახაც, სწორედ, იმიტომ რომ ურწმუნოებას მოაქვს ეს ნგრევის ნიჰილიზმი, აი ეს რაც დღეს ვხედავთ, ხო? აი ეს მოგვიტანა ამან, მაგრამ ეს იყო ასე ვთქვათ, ლოგიკური განვითარება. მაგრამ კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ აი ღირებულებებზე როდესაც ვლაპარაკობთ, ხო, ეს ევროპული ღირებულება, არ ვიცი ხა ჩვენ ქართველებს არ გვჭირდება არანაირი ღირებულებების დამატება. მე არ ვთვლი თავს, რომ ვიღაცა ევროპელი მიუხედავად იმისა, რომ მიმუშავე არა, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით თუ რაღაცას გამოვიყენებთ, თორე ხა ღირებულებითი მეორივე კუთხით ხა ვიცნობ რა კარგად ევროპელებსაც, ამერიკელებსაც და აზიელებსაც მათ შორის, ზუსტად ვიცი, რომ არაფერი არ გვაქვს მაგ კუთხით, ჩვენს მეობრივი და რელიგიური კუთხით მაგად გასასწავლი. აი, ნამდვილად ვიცი, რომ არანაირი ღირებულება, მაგრამ რა ხდება? ლიბერალიზმი, როდესაც შემოვიდა ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მან შეცვალა ლიბერალურმა სამყარომ, იდეოლოგიამ შეცვალა ღირებულებათა ეს წყობა ადამიანში. ჩვენს ახალგაზრდებს მას დაუკარგა რწმენა ჭეშმარიტი ეკლესიისა, ანუ შეუწყო უпростоრად ხელი ამას და ბუნებრივი ადამიანი დარჩა რელიგიის მიღმა, ამავე დროს იდეოლოგიის საფუძვლებზე. მან უпростоრად რო ვთქვათ, ეს იდეოლოგია აღიარა წმერად, გარელიგიურა ეს იდეოლოგია. და ახლა, როდესაც დღეს უკვე ამის შესახებაც დავწერე რა, ადამიანები შეიძლება გაცნობიერებულიც არ აქვთ რა, ადამიანები არა იმდენად ამ რაღაცა მატერიალურ ევროპულ პოტენციურად დაკარგვას პროტესტებენ. სინამდვილეში, როდესაც მათ ეს ლიბერალიზმი გამჟღავნდა და ასე უწოდებენ დამატებით ლიბერალური ფაშიზმი, კომუნიზმი, ტროცკიზმი, ასე შემდეგ, ის დაფიქრდა, გამიგეთ, სინამდვილეში ლიბერალი ახლა შეშინებული, რჩება ღირებულების გარეშე, იმიტომ რომ მას მართლმადიდებლობა მხოლოდ იმიტომ უნდა, თუ ლიბერალურად არის განმარტებული. თუ ეს არ არის ლიბერალურად განმარტებული, ის მართლმადიდებლობა მას არ უნდა. გულწრფელი უნდა ვიყოთ, ის არ მოდის ეკლესიაში, მას არ აინტერესებს ეს შენი, რა ქვია, ღვაწლი, ეკლესიური მოსმენილია ეს უკვე იცის მორჩა. იქ ეს მას ეს არ ჭირდება, მას არ ჭირდება ამის კითხულება. მას ლიბერალური მართლმადიდებლობა უნდა. თუ ეს არ არის, ეტიკეტით, საუბარით, ღირებულებებით, შვიდობა, რწმენა, თავისუფლება, ყველა ეს ტერმინოლოგიები მათ ხო პარალელური აქვთ, სხვა გაგებით, სხვა მნიშვნელობით. ამიტომ როდესაც ეს ყველაფერი ეнгრევა, ეხლა ჩიხში აღმოჩნდა, ესეთი პროტესტი სწორედ ეს არის. მან დაინახა, რომ სინამდვილეში ადამიანი უკვე ვერ ხედავს, სად არის ეს გამოსავალი, ხო? მას ჩაუნერგეს, რომ ეკლესია არ მიიღო
სიბნელია, ასე რომ ვთქვათ, ეს არ მიიღო. მიიღე მხოლოდ ერთი იდეოლოგია, მაგრამ თუ ეს იდეოლოგიაც, რომელიც სხვათა შორის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხო კომუნისტური იდეოლოგიაზე როდესაც საუბრობდით, ხო იგივე აზრზე იყო კომუნისტურ პერიოდში და ჩვენ კარგად დავინახეთ ჩვენი ასაკის და უფრო უფროსი ადამიანები, როგორ უცებ გაუჩინარდა ეს კომუნისტური იდეოლოგია, აქვე 90-იან წლებში ადამიანები, რომლებიც უმრავლესობა ამ იდეოლოგიის მატარებელი იყო, უცებ გაუჩინარდა ეს იდეოლოგია და შემოვიდა ლიბერალიზმი. ეხლა ადამიანმა ლოგიკური მსჯელობით, ვისაც ცოტა გონება უჭრის და ესეთ შეუძლია მცირედი ანალიზიც კი გააკეთოს, ხო ის ხვდება, რომ ეს ლიბერალური იდეოლოგია, რომლის შესახებაც მრავალი ფილოსოფოსი მოაზროვნე ამბობს, რომ ის ხვდება, ის შეიძლება ჩანაცვლებული იქნას, ეს ფიქრობს უკვე ადამიანი, რომ რჩება ცარიელი არაფრის გარეშე. თუ მართლმადიდებლური რწმენა არ აქვს და ლიბერალიზმიც მოაშორეს, რა რჩება მას? ხო, ნუ ეს საინტერესო ანალიზია, მაგრამ მაგი ანალიზი ახლა მე კიდე ცალკე საუბრო თემაა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უშუალოდ ეს გვაინტერესებს დღეს რაც ხდება, იმიტომ რომ ეს გარდამავალი პერიოდი არის ამათთვის, რა თქმა უნდა, ჩიხი. და ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე სერიოზულად ურტყამს და ფაქტიურად ეს ბოლო გამოძახილია, ბოლო შტურმია, რომ იტყვიან შეიძლება ესეც ითქვას, რომელიც აი ამ იდეოლოგიის დასასრულის მანიშნებელიც კი არის. და ამას ატყობს ყველა მთელ მსოფლიოში მიდის ეს სხვა იდეოლოგიური შეფასებები იწყება და არ ვიცი ხა რამდენად როგორი იქნება ის ხა უკეთესი იქნება ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ არ შეიძლება ცუდმა მოიტანოს კარგი რა, კარგმა შეიძლება მოიტანოს კარგი და ცუდს მოაქვს ცუდი. და კარგიდაც არის ეს არის ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება არავის არც ერთ იდეოლოგიას არ უნდა. ფაქტი ეს არის რა, არც კომუნიზმს არ უნდა და არც ფაშიზმს არ უნდა და ეკლესია არც ლიბერალიზმს, არც ჰუმანიზმს, არც ნიჰილიზმს, არც არავის არ უნდა და არც არავის ენდომება. ამიტომ აქ უნდა დაფიქრდეს თავარი ადამიანი, რა ერთი მოაზროვნე ესეთი სერიოზული ანალიზი აქვს რევოლუციის, ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ რევოლუციას აქვს სიგრძე, სიგანეო და სიმაღლეცო, მაგრამ არ აქვს მთავარიო, სიღრმეო. და ეს სიღრმე რატო არ აქვს? მოდი დავსვათ ეს შეკითხვა და შევეცადოთ უპასუხოთ ამას. სიღრმე არის ფესვები, სიღრმე არის ტრადიცია, სიღრმე არის მართლმადიდებლობა. კლდესაზე დაავაშენო ეკლესია ჩემი და ჭენ ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ეს არის სიღრმე. ეს არის შინაარსი, რომელიც არასდროს არ ქონდა აი ამ ყალბ იდეას, თავისუფლების იდეას, რასაც რევოლუცია ქვია, ხო? და არც არასდროს ექნება ის. რაც არ უნდა ჩვენ ვიტყუოთ აქ თავი და მე ამ მიმართავ სწორედ იმ ადამიანებს, ვინც არ არის ჯენთლად ამ რევოლუციური სულით განშვალული და კიდე არის შანსი რომ საღად იაზროვნოს და ის ორიენტირები დაალაგოს ისე როგორც ეს შეეფარება ჩვენს ეკლესიას და ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ტრადიციას. აი ამ ხალხისკენ გვაქვს ჩვენ ძირითადად აქცენტი გაკეთებული, იმიტომ რომ ეს ჩვენი ძმებია და ჩვენი სიყვარული არ შეიძლება აქ პოლარიზება, ეხლა ეს ტერმინი გამოიყენება ხოლმე, ანუ დაპირისპირება ერში გამორიცხულია, არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომაც ჩვენი მოწოდება არის ამ ადამიანების მიმართ, რომ აქ პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ერისა და შემდეგ უკვე გადასვლა ამას იდეოლოგიურ ნიშანში გადაყვანა ამისი, ეს ნიშნავს უდიდეს კატასტროფას ერისთვის, ისეთი პატარა ერისთვის, როგორც ჩვენ ვართ, მით უფრო. ხომ, ამიტომ აქ თავარი ადამიანი საღად მოაზროვნე ესე უნდა ფიქრობდეს, რომ ჩემი სამშობლო მე არ წარმომიდგენია ეკლესიის გარეშე, არ წარმომიდგენია სოდომური სამშობლო, იმიტომ რომ ეს გამორიცხული ამბავია უბრალოდ. ეხლა ხო უნდა მიხვდეს ამას, საღად მოასწავლეს, ხო ესაუბრებით, ხო არის ის ინტელექტუალური, ხო არის ის, ხო ესმის ყველაფერი, ხო იძახის რომ რა უნდა გვასწავლოთ ჩვენ ღვთლებმა, ჩვენს განათლებულები ვართ, ხო და განათლებულებს ველაპარაკებით, რომ განათლებული რო ხარ, არ იცი რომ შენი სახელმწიფოს იდენტურობა, შენი სახელმწიფოს ზოგადად ყოფა დამოკიდებულია ღმერთზე და დამოკიდებულია მის სწორედ სულიერ ფასეულობებზე? თუ ამას ვერ ხედავ, ესე იგი ან
სულიერად არ ხარ სათანადოდ მომზადებული და ვერ ხედავ ამბებს, ეს ერთი პრობლემაა, როცა ვერ ხედავ ადამიანს და ვიღაცამ უნდა დაგანახოს თუ დაინახე ხომკარი, მაგრამ მეორე რაც უფრო ცუდია. ეს არის უკვე შეგნებული რევოლუციონერობა. შენ შინაგანად უკვე ხარ ეკლესიის მოწინააღმდეგე და აი ამ გამოძახილის უკვე ეკო ისმის თბილისის ქუჩებში და შტურმიც კი დააპირეთ უკვე ეკლესიის წინააღმდეგ და შტურმი უფრო ადრეც დაანონსდა ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ დღეს რაც ხდება ეს უფრო გაცილებით უფრო მასშტაბური ფორმის არის და აქ აშკარად ჩანს ის რევოლუციური სული, რაც ებრძოდა ეკლესიას ბოლშევიკების პერიოდში, რა რევოლუციური სულიც იყო საფრანგეთის რევოლუციის დროს, აბსოლუტურად ერთი იდენტურია. არაფერი სხვა ამაში არ არის და თქვენ თუ თქვათ ეს სოფხედველობა მოგწონ და გონიათ რომ კარგია, უნდა ნახოთ რომ რას გავს თქვათ საფრანგეთი, მოდი შედეგებზეც ვილაპარაკოთ, ხო? საფრანგეთი რომელიც იყო თეთრი რასა, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ფერადკანიანებს არაფერს არ ვერჩით, მაგრამ როგორ შეიცვალა ამ ორ საუკუნეში და უпростоრად ერთ საუკუნეში როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი და გახდა უმეტესწილად შავი რასას საფრანგეთი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? სწორედ აი ამ კაპიტულაციით, თავისი ტრადიციული ფასეულობების კაპიტულაციამ მოუტანა ის, რომ თეთრი რასა გახდა შავი რასა. ამიტომ ამაში მარტო რასისტულ თემას კი არ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა რასისტულ დაგვიფაროს მერთვა, იმიტომ რომ ბევრი მართლმადიდებელია ყველგან, მას შორის ფერადკანიანებშიც და ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ტრადიციას როგორ კარგავს ადამიანი. მის ტრადიციას, ხო, ფერადკანიანობა ხო არ იყო მის ტრადიცია, არც მის გენეტიკაში, არც არაფერი, ხო, არ იყო. მაგრამ გახდა. და რატო გახდა? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მისთვის ეს გახდა სულერთი. მისთვის ტრადიცია გახდა სულერთი და ვინ მოიტანა ეს ყველაფერი? რევოლუციამ მოიტანა, ხო? აი ზუსტად რევოლუციური, ეს ყალბი თავისუფლების იდეამ, რომ იფიქრე როგორც კიდა, იყავი როგორც კიდა, ოჯახი არ არის აუცილებელი, ადამიანი თვითონ აიჩიოს, უნდა იყოს კაცი, უნდა იყოს ქალი. გესმით, ეს ყველაფერი რევოლუციამ მოიტანა ხალხო. და აქედან გამომდინარეა, მე უბრალოდ ეს კანის ამბავი შედარებისთვის გავაკეთე, რომ დაინახოს საზოგადოებამ როგორ ხდება ეს ფერისცვალება. იგივე გავაკეთეთ შედარება იმის დედოფალი რომ მოკლეს და იგივე რუსეთის მეფე რომ მოკლეს და ოჯახები ამოწყვიტეს, ხომ? რა განსხვავება მაქვს, რა განსხვავებას ხედავთ? იგივე ენთუზიაზმით მოკლავენ დღესაც ადამიანებს. რევოლუციის სულია ეს. რევოლუციას ეს ახასიათებს ხალხო, ეს სისხლის ზღვა მისი სტიქია, ქაოსი მისი სტიქია. იქ არის ის გძნობს თავს ბუნებრივად, როცა ანგრევს როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ანგრევს ასევე სულიერადაც ყველაფერს. ეს ნგრევის ფენომენი არის დამახასიათებელი მისთვის აბსოლუტურად ყველა დონეზე. მათ შორის, რა თქმა უნდა, საეკლესიო დონეზეც. ახლა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აქ, რომელზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, როცა გამოჩნდა ლიბერალური ღვთისმეტყველება, რასაც მოდერნიზმი ქვია, ხომ? იმან შეცვალა ის მისთვის მიუღებელია მართლმადიდებლური წესგანგება, დოგმატური ცნობიერება, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები. ესეთი რამე ლიბერალისტვის არის აუტანელი, იმიტომ რომ ეს საზღვარია. ეს ზღვარი აქვს იმას, კანონი არის ზღვარი, რომელიც დაწესებულია ეკლესიაში, ხო? ამ ზღვარს ვერ იტანს ის ბუნებრივად. ამიტომ მთელი მისი საღვთისმეტყველო იერიშიც მიდის აი ამ კრებების წინააღმდეგ და მიდის მთელი ამბავი, რომ ეს შუა საუკუნეებში იყო, რა დროის დოგმატია, რა დროის წმინდა მამების სწავლებაა და ასე შემდეგ და არაფერი არ შეცვლილა ამ კუთხით, როგორიც იყო მაშინ ის დრო და დევნიდან ეკლესიას, ისე დევნიან დღესაც ეკლესიას. მოკლედ უნდა ვთქვათ ასევე ეს გამოვლენებები რა ახასიათებს კიდე ამ ლიბერალიზმს. ჩვენ დავინახეთ, რომ ეკუმენისტური შეკრების ერთობა ეს
ჩვენ დავინახეთ ჯადოსნობა და ჭყიფავები რაღაც ხო რაღაცა ეს დავინახეთ კულტურის რაღაც ნიშნები დავინახეთ პირდაპირ ხატმებრძოლეობა, გმობა მაცხოვრის გამოსახულების დაცვა და ასე შემდეგ. ეს გამოვლინებები ანუ ახლა მაგაც პატარა კომენტარი გავაკეთოთ ხა ზოგი ამბობს რომ აი ეს არ იყო კანონიკური ხატი აქ არსებითად ახლა მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა ეს კანონიკური იყო თუ ხატი თუ არ იყო კანონიკური იმიტომ რომ ფაქტი ის არის რომ ქრისტეს გამოსახულება იყო აი ამ კუბოზე და ეს ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო ჯერ კუბოზე რა უნდა ქრისტეს გამოსახულებას მაგრამ მე თვითონ იქ კუბოს მიტანა კიდე ცალკე რიტუალური რაღაც სწორედ იმ მისტიკური ტრაგედიის რაღაცა ეკუა ნამდვილად რაც მოხდა იმ რევოლუციების დროს იმიტომ რომ ეს ეკო გამოძახილი არის ანუ იმ სისხლის ღრისა და იმ ცეცხლისა რომელიც მათ დაანთეს მაშინ დაწვეს ყველაფერი გადაწვეს ეკლესიები გადაწვეს ყველა ტრადიციული ადამიანები იქნა ყველა რევოლუცია ნიშანდობლივია ეს რევოლუციისთვის ხალხო არ გეგონოთ რომ ეს რაღაცა უცებ რაღაცა ესეთი რაღაცა იყოს რომ აი შეიძლება მართალია მცირე დროით მას რევოლუციას ჰქონდეს ესე თქვა ჭყალებში მოწყალე ფაზა როცა მას უნდა სენტიმენტალურად გადაიყვანოს ამბავი იქითკენ რომ თითქოს და აი ეს ჩვენ უკვე აი აქ სიყვარული გვაქვს აქ ერთობა გვაქვს აქ დიდი სითბოა დიდი თავისუფლება დიდი ერთობა ერის და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ყალბია მაგი აუცილებლად იცვლება და აგერ ჩვენ დავინახეთ რა ფაქტიურად ამ ორკვირიან ინტერვალში დავინახეთ რომ ეს ვითომ სიყვარული იმდენად დიდ სიძულვილში უკვე გადაიზარდა რომ ეხლა თუ გონს არ მოვიდა ქართველიერი ეს კიდევ უფრო დიდ სავალალო შედეგებს მოიტანს და სწორედ აქეთკენა ჩვენი მესიჯებიც რომ საზოგადოებამ მიხვდეს ამის შესახებ და არავითარ შემთხვევაში ჩვენ აქ პოლიტიკური იარლიკებს ნუ მოგვაყენებთ იმიტომ რომ არანაირად არასდროს არ ყოფილოთ არც ერთი პოლიტიკური მიმართულების რაღაცნაირი მოხალხეები და მხარდაჭერების და არანაირი ეგეთი რამე აპოლიტიკურებება თლიანად ჩვენი პოლიტიკა არის მართლმადიდებლობა ჩვენი პოლიტიკა არის ჭეშმარიტების დაცვა და რევოლუციაც თავისუფლებაც და მთელი ეს შეფასება აი ამ იდეოლოგიური იარაღებისა რომელიც დღეს არის ფართოდ გამოყენებული არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ იმით რომ ჩვენ სარწმუნოებრივად ვაფასებთ აი ამ პროცესებს რას მოუტანს ის ჩვენს ქვეყანას და რას მოუტანს ის ჩვენს ეკლესიას ეს არის ორი ფასეულობა რომელიც გვაქვს დასაცავი ახლა კბილებითო რომ იყვიან ასე რომ ჩვენი სათქმელიც ეგ არის და ღმერთმა მოუქცეს შვიდობა ხო და თუ დევნაა საჭირო და თუ ჩვენი მსხვერპლია საჭირო და ვიყო ჩვენ ის იონა რომელიც გადააგდეს ხომალდიდან ხო რომ დაწყნარებულიყო თუ მასია საქმე და თუ ვიკრო ჩვენ გონია რომ რაღაც კეთილმორწმუნე ვეშაპი მოვა და გადავკლაპავს და მე ამოვკლაპავს იქ სადაც საჭიროა და ასე რომ ჩვენ ამის იმედით სავსოვებთ ანუ ქრისტეს წინვალე აღდგომის სასწაულება გვაქვს ჩვენ და არ გვეშინია აი ამ დევნისაც და არც არაფერი სხვა ესეთი მავნებლობების რომელიც შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ ეს სერიები და კინოები უკვე ჩვენ ნანახი გვაქვს და არა მარტო ნანახი არამედ კარგად გადაღეჭილიც და ყველაფერი არის ჩვენთვის ცხადზე უცხადესი რაც ხდება ჩვენს თავს მერთმა მშვიდობა მოგცეს მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე